ასტრონომებმა სუბარუს ტელესკოპის მეშვეობით ნეპტუნის მიღმა არსებული აქამდე უცნობი ობიექტი აღმოაჩინეს, რომელსაც ამონიტი უწოდეს. მისი ოფიციალური სახელი 2023 KQ-14-ია და იგი ეგრეთ წოდებული სედნოიდების კატეგორიაში ერთიანდება. ესაა მზის სისტემის შორეულ რეგიონში უჩვეულო ორბიტებზე მოძრავი სხეულები, რომლებშიც თავად ჯუჯა პლანეტა სედნად შედის. სიმულაციების მიხედვით, ამონიტის ტრაექტორია 4,5 მილიარდი წლის განმავლობაში სტაბილურად შენარჩუნდა. შესაბამისად, ის ჩვენი კოსმოსური სამეზობლოს შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას უნდა ინახავდეს. მათ შორის ჰიპოთეზურ მეცხრე პლანეტაზეც. ამ ჰიპოთეზურ მეცხრე პლანეტაზე მე არაერთი ეპიზოდი მაქვს მომზადებული და ვისაც ჯერ არ გინახავთ და ახლახანს დაიწყეთ პროექტის ყურება, შემიძლია ლინკის სახით კომენტარებში მოვათავსო და დაგვხვდებათ აუცილებლად ამ ეპიზოდების ლინკები და შეგეძლოთ უყუროთ და გაიგოთ მეტი. ობიექტის სავარაუდო დიამეტრი 220-380 კილომეტრია. მისი ორბიტა დანარჩენი 3 სედნოიდისგან განსხვავებულია, თუმცა დაახლოებით 4,2 მილიარდი წლის წინ ერთნაირი უნდა ყოფილიყო. ეს განსხვავება მიანიშნებს, რომ მზის სისტემის გარე რეგიონი საკმაოდ მრავალფეროვანი და დინამიკურია. კვლევაში გამოყენებული სიმულაციების მიხედვით, თუ მეცხრე პლანეტა მართლაც არსებობს, მისი ორბიტა იმაზე შორს შეიძლება იყოს, ვიდრე აქამდე პროგნოზირებდნენ. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.